წარმოიდგინე, რომ 2010 წელია. შაბათი საღამოა, ზიხარ სავარძელში კომფორტულად და ხედავ, როგორ აძრობს სახეს 2010 წლის სრულიად ახლად გამოსული პანამერა თოფგირის ეპიზოდში ასტონ მარტინსა და მაზერატის. ანუ ყველაფერში ჯობნის რა, მუხრუჭი, აჩქარება, მართვა, ანუ ყველაფერში სახეს აძრობს. ერთადერთი რაზეც ამ პორშეს ეკაიფებიან არის მისი ვიზუალი. და ისიც იმიტომ ვიძახით, რომ ვიზუალი შეიძლება ნაკლი იყოს, რომ თოფგირის წამყვანების აზრს ვცემთ უდიდეს პატივს, თორემ მოგვიანებით ვიაზრებთ, რომ არც ეგეთი ცუდი არა. ერთადერთი პრობლემა, რაც მაშინ ამ მანქანას ჰქონდა, იყო ის, რომ დაახლოებით $220,000 იღირდა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ახლა ავტომობილი $350,000 იღირდეს. ცა გავიდა 15 წელიწადი და ეს მანქანები აღარ ღირს ესე ძვირი. დღეს ამ 2014 წლის ტურბო პანამერა S-ის ყიდვა შეგიძლია $40,000-მდე. ამ მანქანას აქვს ლეგენდარული პორშეს ძრავა, PDK-ს გადაცემათა კოლოფი, კერამიკული სამუხრუჭე სისტემა და 100 კილომეტრს ანვითარებს 3.5 წამში. პლუს long ვერსია და fully loaded არის, ანუ აი ყველაფერი აქვს ოფცია, რაც ამ ავტომობილს უნდა კონდეს. და დღეს მე ამ ვიდეოში გეტყვით თუ როგორია Porsche Panamera Turbo S 11 წლის შემდეგ $180,000-იანი ფასდაკლებით. წავედით. ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად სანამ ვიდეოს დეტალებზე გადავალთ რა. ეს არ არის ჩვეულებრივი პანამერა. ეს არის long ვერსია, რომელსაც დამატებით ბევრი რამე დაუყენეს შეკვეთისას. ანუ ბევრი optional დეტალი აქვს ამ მანქანას, რომელიც სტანდარტულად პანამერას არ მოყვებოდა. მაგალითად, შემშვებ-გამშვები არის სპორტული, ასევე უკანა კარი გაცილებით უფრო გრძელია ვიდრე ჩვეულებრივ პანამერაში. დანარჩენს უკვე დეტალებში ნახავთ. მოდი ახლა გადავიდეთ პირდაპირ ძრავზე, იმიტომ რომ ვიზუალში ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რაც თქვენც არ გაქვთ ნახე, ყველა მიცით პანამერა როგორ გამოიყურება რა. მოდი პირდაპირ ძრავზე გადავიდეთ. ეს არის 4.8 ლიტრიანი V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც არის ბიტურბო, 2 ცალი ტურბინით არის და გამოიმუშავებს სტანდარტულად 570 ცხენს. თუმცა როგორც გითხარით, ამ მანქანას შემშვებ-გამშვები optional უყენია, ანუ სტანდარტული არ უყენია, ფული აქვს დამატებული. ამის პირველ მეპატრონეს, როდესაც უკვეთავდა და ამ მანქანას ახლა დაახლოებით 600 ცხენის ძალა აქვს. ვიზუალურად ძალიან სექსი ძრავია, პირდაპირ რო გითხრათ, ანუ ზედმეტი გაფორმების გარეშე რო გითხრათ, მე ვიზუალურად ეს ძრავი მაგრად მომწონს. უბრალოდ რაც ცოტა უხერხულია ჩემთვის და რაც მაინც და მაინც არ აღმართოვებს, არის რომ ირგვლივ აქვს ძალიან ცოტა ადგილი, ანუ ძრავი არის გაჭედილი კაპოტში. მესმის რომ ინჟინრულად ეს უფრო გამართლებულია პერფორმანსისთვის, მაგრამ თუ რაღაცის სერვისი დაგჭირდა ღმერთმა ნაგიფარა, აქ მარტივი გაკეთება არაფრის არ იქნება რა. მაგრამ ნუ როდესაც Porsche ყავს ახლა ეგეთ რაღაცებზე არც უნდა გქონდეს იმედი რომ მარტივი იქნება. მარტივი თუ გინდა წადი იყიდე Toyota რა. ეს არის მდიდრების მანქანა. ფარები გვაქვს PDLS Plus-ი, ანუ Porsche Dynamic Light System Plus-ი, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გზას ანათებს რა. მოსახვევში საჭესთან ერთად უხევს, გზის საფარს იაზრებს წინასწარ და მაგის მიხედვით განათებას სulis. თუ წინიდან ავტომობილი მოდის იმ ადგილებში ჩააბნელებს, სადაც ავტომობილი, ანუ ახლოზე გადართავს და შორ განათებაზე გადართავს და პლუს ვიზუალურად არის ძალიან საკაიფო ტიპი, ანუ ეს არის დამატებით ფული აქვს გადახდილი ამის მეპატრონეს ამაშიც და ამოღებილი არის ესე ჩარჩო შინ ოქროსბრად, რომელიც აი ძალიან ლამაზია ვიზუალურად. გარედან რომ გითხრათ რომ ერთი შეხედვით ამას შეამჩნევთ თუ არა, მაგრამ როდესაც ახლოდან დააკვირდები, მიხვდები რომ ამაზე ნაფიქრია და ფულია გადახდილი. სამუხრუჭე სისტემა გვაქვს კერამიკული, უზარმაზარი სამუხრუჭე დისკია და ასევე უზარმაზარი სუპორტებია, რომელიც მანქანას ისე სწრაფად დაჩერებს, რომ ამაზე სწრაფად თუ გინდა მანქანის გაჩერება, რაღაცას უნდა დაეჯახო. სხვა გზა არა. გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილი არის 2 ტონა და 200. 2200 კილოგრამია ეს მანქანა. რა თქმა უნდა, 4-ვე კარი არის ავტომატური შეწოვით, ანუ პრისოსკებზე და უკანა კარი არის განსაკუთრებით გრძელი. ნახე რა სიგრძეა. უკან უყენია სპოილერი, რომელიც მაღალ სიჩქარეზე თავისით იშლება, ან შენ შეგიძლია მექანიკურად სალონიდან გაშალო და ჩაკეცო. და ესე ძალიან მაგარ ეპიკურ რაღაცას აკეთებს რა. აბა ჩაკეცე უკან. ძალიან მაგარი არა. რა თქმა უნდა, ეს არის 4-კარიანი ავტომობილი, სედანი და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ საბარგული მაინც და მაინც პატარა არ ქონდეს. აი ესე ძალიან საინტერესო ადგილას აქვს ღილაკი გაკეთებული, რომელიც თაჩის განცდას ტოვებს და საკმაოდ კარგი მოცულობის საბარგულია. ხა ვერ დაგპირდებით, რომ აქ 4 ადამიანის ბარგს ჩადებ რა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონის შემოდანი ძალიან დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ გოლფის ჩანთა თავისუფლად ჩაეტევა და ერთი კიდე პატარა ჩემოდანიც თავისუფლად ჩაეტევა რა.
ნუ ეხლა $200,000 რო იხდიდა ტიპი მაშინ რა, მანქანაში იმას ალბათ უკან ეყოლებოდა რაპტორი, ან რამე პიკაპი, რომელიც ბრძოლი გამოიკიდებოდა იმ მანქანიდან და ბარგს ჩაუტანდა, სადაც ჩავიდოდა. ეხლა მაგალითად ბაკურიანში თუ წახვალ, ეგრე პიკაპით გამოგეკიდება ვიღაცა და ბარგს ჩამოგიტანს რა. უნდა მიეჩვი ხა, აბა მდიდრული ცხოვრება რო გინდა და სხვანაირად როგორ. ახლა ვნახოთ უკან რა მოყვება რა. გრუჩოკი მოყვება, საბუქსირე, რო აქ გავუკეთო, თუ დაგჭირდა, იმედი არასოდეს არ დაგჭირდებათ და მოყვება კიდე აი ეს ნასოსი. რომელთაც შეგიძლია საბურავი დაბერო, თუ ამის საჭიროება გახდა. სათადარიგო საბურავი არ მოყვება მეგობრებო. ეგ გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა, გაღება და დაკეტვა ავტომატურია. როდესაც ტურბოესი ყავს, პანამერას ერთ-ერთი უიშვიათესი მოდიფიკაცია, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, ამიტომ პანამერა ტურბოესი აწერია ლამაზე და ქრომირებული ასოებით და 4 ცალი გრუშწელის თავი აქვს, ანუ მაყუჩის თავი. კარგი. ახლა ავტომობილს ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად სადაც ეტყობა ხოლმე გაუფასურება, იქ უნდა გადავინაცვლოთ, ეს არის მისი სალონი. სანამ სალონზე საუბარს დავიწყებ, მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის მდიდარი ადამიანებისთვის შექმნილი ავტომობილი. რაც ნიშნავს, რომ აქ უნდა ელოდო, რომ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად ღილაკებზე, რადგან ტაჩსკრინზე იმიტომ გადააქვთ ხოლმე ფუნქციონალები, რომ ბევრად იაფია და ბევრად მარტივია მაგ ყველაფრის გაკეთება, ღილაკები უფრო ძვირს ხდის ყველაფერს და შესაბამისად წარმოებლებსაც ნაკლები მოგება რჩებათ. მაგრამ ეს არის მილიონერებისთვის ან მილიარდერებისთვის შექმნილი სედანი, ამიტომ აქ გვაქვს უამრავი ღილაკი. და რაც მე ძალიან მიკვირს, ამ დიდრებისთვის შექმნილ ავტომობილში არის მხოლოდ ერთი კაპჰოლდერი რა. აქ არის სიგარეტის ასანთები, მაინც 2014 წელს ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდნენ მანქანებში. საკმაოდ უცნაურად გილას არის, მინდა აღნიშნო და აქ არის ბარი, სადაც პატარა სათავსო გაქვს რა. ახლა დავუბრუნდეთ ღილაკებს. კლიმატის მართვა ხდება აქედან. თითოეულ ადამიანს გზავრს და მძღოლს შეუძლია თავისთვის მართოს კლიმატი, რა თქმა უნდა, ანუ ერთი საერთო კლიმატიც არის, კი ბატონო, შეგიძლია სინქრონიზაცია გაუკეთო, მაგრამ ასევე კომფორტი რო გქონდეთ, გზავრს თავისი კლიმატი შეუძლია გქონდეს, მძღოლს თავისი. რა თქმა უნდა, ეს არის Porsche, ეს არის სპორტული ავტომობილი და სპორტული სათამაშო რაღაცეებიც იქნება. Line assist-ი აქვს ამ მანქანას პირველ რიგში, რაც ბარემ მოვიშოროთ, მინდა ვთქვა. ამ ღილაკს როდესაც დააწვევი, გამშვებს შეეცვლება, ხმა? ფარდა აქ უკან, რომელსაც დააწვევი, ამოიწევა ფარდა, დააწვევი, ჩაიწევა და ნუ ეს არის ავტომატური ჩაქრობის გათიშვა, რომელიც აი როდესაც ჩუქნიშანზე გაჩერდები, რო ჩააქროს ხოლმე მანქანა და საწვავით დაზოგოს, ეგ ღილაკია ეს და ნუ მაგის გათიშვა და ჩართვა შეგიძლია. აი ამ ადგილას უკვე არის დინამიკის შესასვლელი რაღაცეები რა. სპორტი გაქვს, სპორტ პლუსი გაქვს, ასევე შეგიძლია დაახისტო დაკიდების სისტემა და დაარბილო, შეგიძლია მანქანა აწიო, დაწიო, სამ პოზიციაზე შეგიძლია გააჩერო და შეგიძლია გათიშო მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. სავარძლებს როგორც აქვთ გათბობა, ასევე აქვთ გაგრილება, რა თქმა უნდა, ნუ ეს ახლა $220,000 მანქანაა რა, მაშინ 350 თქვა დღესავ, $350,000 მანქანაა, $40,000 რო ყიდულობ, მარტო იმიტომ ყიდულობ, რომ დრო გავიდა უბრალოდ თორე. მაშინ $350,000 რო გადაიხდის მანქანაში, ეგეთი ხალხისთვის გამოუშვეს ეს ავტომობილი. აქ გვაქვს სამკუთხედი, საქარემინის და უკანამინის გალღობა, სპოილერი საწევ-დაწევა გვაქვს აქ, რომელიც ცოტა უცნაური, იმიტომ რომ დააწვევი, უნდა გააჩერო, რომ სპოილერი აწიო და დაწიო, რატო არ არის ავტომატური, არ ვიცი, და ორი პატარა ეკრანი გვაქვს აქ რა, როდესაც კლიმატს აკონტროლებ, რაღაცეებს აქ გიწერს. ასევე ამ მანქანაში ეკრანი არის ძალიან უცნაურ ადგილას და ეს არის საჭე. საჭეზე გაქვს ორი ცალი პატარა ეკრანი, როდესაც სპორტს დააწვევი, აქ აგინთებს სპორტს და სპორტ პლუსს რო დააწვევი, სპორტ პლუსს აგინთებს რა. გვაქვს პატარა მონიტორი, რომელიც იმ დროისთვის პატარა მონიტორად არ ითვლებოდა, მაგრამ დღეს უკვე ეხა პატარა მონიტორია ავტომობილებში. საკმაოდ კარგი გამოსახულება აქვს, მინდა აღვნიშნო, 2012-13 წელს ეს იქნებოდა იმენა რაღაცა ფანტასტიკის სფერო რა. ეს პერიოდი, როდესაც 1080p- ანუ HD იყო მაქსიმალური გაფართოება, რომელსაც აჩვენებდნენ ხოლმე რა. ყველა დიდარ ადამიანს საათი ჭირდება, საათი არის უმნიშვნელოვანესი და აქ გვაქვს, რა თქმა უნდა, Porsche-ისთვის დამახასიათებელი საათი და რა თქმა უნდა, ტაიმერიც გვაქვს აქ კიდე, იმიტომ რომ ეს არის Porsche და ეს არის სპორტული ავტომობილი და ყველა Porsche-ს აქვს ესეთი საათ-ტაიმერი, საათი/ტაიმერი შუაში. ალბათ უკვე ვიღაცებმა დაწერეთ, რომ ნიკა მაგას კიდევ აქვს კაპჰოლდერები, სხვაგან სპეციალურად არ ვთქვია მაგაზე. ამ მანქანას მხოლოდ ერთი კაპჰოლდერი არ აქვს, ამ მანქანას აქვს 3 კაპჰოლდერი, უბრალოდ დანარჩენი 2 არის ძალიან უაზრო ადგილას. ამას რო დააწვევი, შემდეგ უნდა გამოწიო ესე და აქაც გავს კაპჰოლდერები, აი. აი ესე უაზროდ არის გაკეთებული რა.
საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, რომ დღესაც მუშაობს ეს კაპჰოლდერები. როგორც იცით, ეს E90-ს აქვს მსგავსი სისტემა გაკეთებული და უკვე მანქანის მოყვანიდან მესამე დღესვე ფუჭდებოდა ეს კაპჰოლდერები, მაგრამ ეს არის Porsche E90 არის და აქ რა თქმა უნდა მუშაობს. ყველა ღილაკი არის ბოლომდე შენარჩუნებული, გაცრეცილი არც ერთი არ არის, ასე რომ Mercedes-ი ხა ჩემ მანქანაში ცოტა გაცრეცილი როა 1-2 ღილაკი, გასამართლებელი საბუთი ვერ უნდა კონდეს ეგ Mercedes, რომ რაღაც აი რბილი რო იყოს, მაგიტო შევღებეთ ასე და გაცვდა და ასე შემდეგ. მაგერ Porsche-მაც შეგება და არ გაცვდა რა და Porsche-ზე თუ არ გაცვდა, Mercedes-ში რატო უნდა გაცვდეს რა. ასე რომ Porsche-მ არ დაზოგა ამ ყველაფერში ფული და გაცრეცილი არ არის, ყველაფერი მაქსიმალურად პირვანდელ სახეს ინარჩუნებს აქ, რაც ნამდვილად დასაფასებელია და ნუ აღნიშნის ღირსია. ძღოლისთვის ეს არის საკმაოდ კარგი ჯდომის პოზიცია. მე სედანში რო ასე იჯდე ხშირად არ შემხვედრია, მაგრამ ეგ უკვე მართვისას ეხლა მინდა უკან გადავიდეთ, უკან ძალიან საინტერესო რაღაცები უნდა გაჩვენოთ. რაც შეეხება სალონის უკანა მხარეს. სალონის უკანა სავარძლები ამ ავტომობილში ძალიან საინტერესოა. აქ უფრო დიდი ადგილია, ვიდრე S-კლასის long ვერსიაში შეიძლება ითქვას. მე მაგრამ მგონია რომ უფრო დიდი ადგილია, ნახეთ რა კომფორტულად ვძივარ. უკანა სავარძლები მოძრაობს. შეგიძლია დაარეგულირო. უკნიდან შეგიძლია მართო წინა სავარძელი, წინ გაწიო გამოწიო რაღაც, რომ ხელი არ შეგიშალოს, იმიტომ რომ უკან ვინ ძის, ეგ არის თავარი რა. ძღოლის სავარძელს ვერ ამოძრავებ, მაგრამ გზავრის სავარძელს წინ ამოძრავებ. ასევე აქ გვაქვს კლიმატის მართვა, როგორც მარცხენა მგზავრისთვის, ისე მარჯვენა მგზავრისთვის, ანუ უკანა მარჯვენა მგზავრს შეუძლია რომ თავისი კლიმატი ქონდეს, უკანა მარცხენა მგზავრს შეუძლია რომ თავისი კლიმატი ქონდეს. და კაპჰოლდერი აქ არის შუაში. აქ არის სათავსო ერთი და მეორე სათავსო არის აქ. უბრალოდ აქ ორი ცალი პატარა სათავსოა. ძალიან კომფორტულად ვძივარ, რბილი სავარძელია, უკან უფრო რბილია სავარძელი ვიდრე წინ და ეს თავის მისადებია ძალიან საკაიფო აქ. და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს თავის მისადები, იმიტომ რომ ზოგადად პანამერაში ასეთი გამოყვანილი თავის მისადები არ არის ხოლმე. ამ executive ვერსიას აქვს ესეთი და ნუ რა თქმა უნდა Porsche-ს ლოგო. აი რა მაგრა ასწორეს, აი დიდრობა კაია რა. ცუდი ნამდვილად არ არის. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, მინდა ყველას გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ვიდეო. ვიცი რომ ეს მავიწდება ხოლმე რო გითხრათ, ამიტომ ახლა გთხოვთ რომ უბრალოდ დააჭირეთ ლაიქს, ეს ძალიან დაეხმარება ვიდეოს, რომ ალგორითმა წინ წაიღოს და მეტმა ადამიანმა ნახოს. მადლობა ძალიან. აუ რა რბილია, ბიჭო! ძალიან რბილია. საღო ძმა. იმენა Porsche-ს საღო. და ეხა ჩაუწიოთ ამას. გავიდეთ პარკინგი და პირველ რიგში ეს ნამდვილად არ იყო გეგმებში რომ ეს მომენტის ჩამეწერა, მაგრამ იმდენად რბილია ეს მანქანა, რომ პირიდან რჩაღია. აუ არა, საკაიფოდ დგას რა. მოკლედ ამის პატრონი მეუნეოდა გიორგი რომ ტრეკზე ჩავიყვანოთ და მეთქი ტრეკზე რა თუნდა ეხა რა პანამერა სედანი რა, მაგრამ თურმე უნდა ჩამეყვანა. სხვათა შორის პირველად ვარ პანამერა turbo S-ზე და ნამდვილად არ მოველოდი ესეთ რაღაცას. რა თქმა უნდა, ეხა PDK ფანტასტიკურად მუშაობს, რა თქმა უნდა. ხედვა საკმაოდ კარგია, ერთადერთი უკანა მხარეს არ ჩანს არაფერი, იმიტომ რომ პატარა შუშაა ძალიან. უკანა საქარემინა. საკაიფოდ დადის, ნამდვილად ვერ დაუკარგავ მაგას. წაღო. კარგი, მოდი ეხლა ცოტა დავაბრუნოთ კომფორტში. იმიტომ რომ მინდა რაღაცეები გაგიზიაროთ რა. პირველ რიგში აქ Porsche სტანდარტული დეშბორდი გვაქვს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, ჩემთვის ყველაფერი იდეალურად ჩანს. თავარი მაჩვენებელი რა თქმა უნდა არის RPM-ები, იმიტომ რომ სპორტულ მანქანაში ტახომეტრი ყველაზე მნიშვნელოვანია, მარცხნივარის სპიდომეტრი და ნუ დარჩენი უკვე სხვადასხვა მაჩვენებელი ტემპერატურის რაც ჭირდება მანქანას. კარგად დიდი სარკეა და უკან კარგად ჩანს ყველაფერი, ჯდომია ფანტასტიკური. სედანში სხვაგან ასეთი ჯდომი სიმართლე გითხრათ არ მახსენდება, აი დაბლაზი ხარ, საჭე მაღალზეა და ძალიან კომფორტულია. ცოტა გაჭედილი ხარ. ეს არ არის ღიპიანი ადამიანების მანქანა, პირდაპირ ვიტყვი. აქ არ არის სისტემა, რომ აი პრადოში რო შეხვალ რა, რო არ ჯდები კი არა, რო შედიხარ და ეგრე რო ატარეთ მანქანას, ეგრე აქ ვერიული. აქ არის სუფთა წმინდა სისხლის სპორტული ჯდომა, დაბლაზი ხარ შენ. საჭე გაქვს მაღლა და როგორც ბოლიდებშია, აი ფორმულა ალფას ბოლიდში როგორც არის და როგორც Legend Car-შია, ზუსტად ისე ზიხარ. ძალიან საკაიფოა, მინდა აღვნიშნო.
მოდი ახლა მინდა რომ ცოტა ავტობანისკენ გავიდე. რომ არ დაგვავიწყდეს, ამ ვიდეოს იდეა არის რომ $40,000 რას ვყიდულობ, ხო? აი რას ვყიდულობ $40,000, იმიტომ რომ $40,000 არაა პატარა თანხა ეხა. შეიძლება ვიღაცა მულტიმილიონერი უყურებთ ამ ვიდეოს და თქვენ პატარა თანხა, მაგრამ ნუ ჩემთვის არაა ეხა $40,000 პატარა თანხა რა და არც ადამიანებს უმეტესობისთვის, ხო? რას ვყიდულობთ? ვყიდულობთ ძალიან ჩუმ მანქანას, რომელიც გზაზე ისედაც ის რომ საერთოდ არაფერი არ გაწუხებს, ძალიან ჩუმია ეს მანქანა გზაზე. საკმაოდ რბილია, საკმაოდ კი არა, ძალიან რბილია, ვიტყოდი. როდესაც ტრასაზე გახვალ, ჩემი აზრით ალბათ უფრო სპორტი გაგისწორდება. უფრო კარგად იდგება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კომფორტ მოუდზე იმდენად რბილია, რომ იხრება რა აქეთ-იქით. და სპორტი ალბათ უფრო გაგისწორდება. აი უდიდესი რეკომენდაცია სტეკს ჩემგან, აი უდიდესი. სტეკის 60%-იანი არის ის, რაც ყველა მანქანას უნდა კონდეს, აი აუცილებელია მე თუ მკითხავ. აუ რა საკაიფოდ მიდის, აუ ძალიან კაია ასორებს კი. ხო საკაიფოდ აქვს რა, ვერ იტყვი. პორშეს ხმა ყოველთვის აკლდა. მოდი ახლა ყველა მაღიაროთ, რომ პორშეს ხმა ყოველთვის აკლდა, მაგრამ იმდენი აქვს, რამდენიც უნდა კონდეს, რომ პორშეს ის დასტოინი სტილი არ დაირღვეს და არ შეილახოს. ეხა მინუსები. აუ მინუსებიც ხო უნდა ვთქვათ აუცილებლად რა. მე მაგალითად ჯდომი ზედმეტად მე სპორტულება რა. აი რაღაცნაირად თითქოს დავიღლები მგონია ხშირად ამით რო ვიარო. კი კაია რომ ბარი მაღალია და ხელი კომფორტულად მიდევს. აი ჩაწოლილი ვარ თითქოს კრესოლოში რო იტყვიან, სავარძელში კი არა, კრესოლოში რო ჩაწვევი, ეგეთია. მაგრამ მაინც რაღაცნაირი აი მომჯდარია ძალიან ტაზე მანქანა ელასტიკივით, აი სავარჯიშო ელასტიკი თუ იმეს გცმიათ, ეგრე გაცვია ეს მანქანა. აბა ვნახოთ ამის 3.5 რა შვება. ხო, აი პირველი თითქოს ხტება და მერე მიდის. უი 160, აი მაინც რაღაც. არ ვიარო ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ქუჩაში გაზაობის წინააღმდეგი ვარ, მე სასტიკი. სწრაფად აჩქარებას არავინ გიგრძალავთ, მაგრამ 200 სიარულის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ცოტა ლონჩია გუცნაური, რაღაცნაირად დაგარტყავს და ხტება და მიდის. თითქოს აი პირველს რომ დაარტყავს, თითქოს ძალას კარგავსო, მაგრამ მერე იმენა მიდის გიჟივით. ქარხნული პოპკორნია კიდე. ოღონის არა რა, რო ჩამოევლი და მეზობლები რო დეისტრაქს გაგინებენ რა. იმენა საკაიფო გლატკი პოპკორნი აქვს. გაზის დადგმისას აქსელერაცია მოდის იმდენად სწრაფად და კარგად, რომ ხვდები, რომ საერთოდ ვერც ერთი კოლოფი ამას ვერ შეედრება. იცი როგორი განსამრჩება? თითქოს ძალიან უსწრებს თავის დროს. ანუ ეხა დავფიქრდი რა, დავდივარ ამ მანქანით ბაზარი არა, მაგრამ 11 წლის როა ეხა დავფიქრდი, ანუ ეს მანქანა არის 11 წლის. 11 წლის მანქანები ასე კარგად არ იმართება რა. 2020-ის მერე გამოსული მანქანები იმართება ისე, როგორც ახლა ეს იმართება. სპორტულ ავტომობილებზე მაქვს საუბარი. საჭის მოძრაობა, სვლა, გადასვლა, გადმოსვლა, მაღალი კომპლექტაციის, მაღალი დონის 2020 წლის მერე გამოსული მანქანები იმართება ასე. მაგრამ რაღაცა მაინც მოჭიმული ვარ სულ, აი სულ მგონია, რომ სარბოლო ტრეკზე უნდა შემაგდოს ვიღაცამ და აი დავაი უნდა დავადუღო. ვერ დაჯდები ამაში ისე მოშვებულად, როგორც პრადოში. ისე მოსახოს ისე კარგად გადის, რომ სულ გინდა რომ მოსახვეებში დადიოდე. კარგი, მოდი ახლა შევაჯამოთ. სანამ შეჯამებაზე გადავალ, მინდა რომ ყველას გთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ დაალაიქოთ ვიდეო. აი სადღაც აქ იქნება დასალაიქებელი ღილაკი, დააწექით მაგ ღილაკს თუ მოგეწონათ ვიდეო. თუ არ მოგეწონათ, ტყუილად არ მინდა ლაიქი, ძალიან დიდი მადლობა მაინც რომ ბოლომდე უყურეთ. მოდი ახლა შევაჯამოთ მანქანა. როდესაც მე ამ მანქანის გადაღებას ვიწყებდი, თავში მქონდა ორი განვითარება ამ ვიდეოსი რა. და საბოლოო ვერდიქტი მქონდა ორი. ერთი ეს იქნებოდა თავის დროზე ძალიან გადაფასებული მანქანა, რომელიც რატო ღირდა ამდენი არავინ არ იცოდა და დროთა განმავლობაში გამოავლენდა იმ ნაკლებს, რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული და საბოლოო ჯამში მივიღებდით თავის დროზე გადაფასებულ ხლამს, რომელიც 11 წლის განმავლობაში ისე გაბანძდა, რომ გაუბედურდა. ან მეორე ვარიანტი იქნებოდა ეგეთი ფინალი, ეგეთი მქონდა ნაფიქრი, რომ
ეს იქნებოდა თავის დროზე ძალიან ძვირადღირებული მანქანა, რომლის ყიდვაც დღეს შეგიძლია $180,000 ფასდაკლებით. ანუ შეუნარჩუნდებოდა ასე თუ ისე ის ღირსებები, რაც თავის დროზე ამ მანქანის ფასს ზრდიდა და დროს გაუძლებდა და საბოლოოდ გამოვიდოდა, რომ ძვირადღირებულ მანქანას ყიდულობ დიდი ფასდაკლებით. ესეც ჩემი ვერდიქტი ახლა. ცალსახად არის მეორე ვარიანტი. სალონში მატერიალები არის ძალიან მაღალი ხარისხის. ღილაკებზე საღებავის კი შენარჩუნებულია. მართვა არის ძალიან სასიამოვნო. ბევრ თანამედროვე სედანზე უკეთესად იმართება, მინდა ვთქვა და ლუქს კლასის სედანზე მაქვს საუბარი აქ. Toyota-ს და რაღაც ჩვეულებრივი C-კლასი არავინ არ საუბრობს, ლუქს კლასის სედანზე მაქვს საუბარი, რაც ჩემთვის უცნაურია. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან არ დაძველდა, თუნდაც ის მონიტორი, რაც აყენია შიგნით, თუნდაც ის განათებები, ის პატარა ეკრანი, რაც არის, ანუ თითქოს თავის დროზე დროს უსწრებდა და რო გავიდათ 11 წელი, ახლა ძალიან არ არის ჩამორჩენილი რა. რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. ის განსაკუთრებული განცდა, რომ სპორტულ სედანში უკან საკმაოდ კომფორტულად ზიხარ და ამხელა ადგილი გაქვს. ხშირად მეურდებოდეს არ მახსენდება, ხშირად კი არა სხვა მანქანაში, რომელში მეურდება არ მახსენდება. ამ ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამ მანქანას. რა თქმა უნდა, მინუსებიც აქვს, რა თქმა უნდა, რომელიც არც ისე ბევრია, იმდენად ცოტა მინუსი აქვს, რომ მთელი ვიდეოს განმავლობაში სულ იმაზე მეფიქრებოდა, რომ არ მინდა ხალხს შთაბეჭდება დარჩეს, რომ მარტო კარგს ვლაპარაკობ ამ მანქანაზე. მაგრამ საკმაოდ ცოტა მინუსი აქვს. ერთ-ერთი ალბათ ვიზუალია, იმიტომ რომ თავის დროზე ლანძღავდნენ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემის აზრით, რამდენიმე მინუსითა და ძალიან ბევრი ღირსებით, რომელმაც დროს გაუძლო, ეს მანქანა არის დღეს ავტომობილი, რომელიც თავაზობს ეგეთ რამეს. თავის დროზე $200,000 ღირებულ ავტომობილს ყიდულობ $180,000 ფასდაკლებით. აი ეს არის ჩემი შეჯიბება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ დარჩით აქამდე. დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემ ვიდეოებს. დაალაიქეთ ეს ვიდეო, წარმატებებს გისურვებთ. დროებით.